ესპანეთის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარეობს ორი რეგიონი, ბასკეთი და კატალონია. ისინი უკვე საუკუნეებია ინარჩუნებენ საკუთარი კულტურული იდენტობის განცდას. ამ იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი გამოვლენებაა სეპარატიზმის იდეა. მათი სეპარატიზმი გულისხმობს დამოუკიდებლობის სურვილს, ან მეტ ავტონომიას ცენტრალური ხელისუფლებისგან. კატალონიისა და ბასკეთის შემთხვევაში ეს სურვილი ეფუძნება მათ უნიკალურ კულტურას, ენას, ისტორიას და პოლიტიკურ გამოცდილებას. მაგრამ შეიძლება კი საერთოდ ვუწოდოთ ბასკეთისა და კატალონიის თვითგამორკვევის პროცესს სეპარატიზმი. ამის გასაგებად გამოიწერეთ არხი. ისტორიულად ამ ორივე რეგიონს გააჩნდა გარკვეული ხარისხის თვითმმართველობა. ბასკეთი ცნობილია თავისი განსაკუთრებული სამართლებრივი ტრადიციებით, ხოლო კატალონია მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი იყო შუა საუკუნეებში. ქრისტეს შობამდე 1000 წლით ადრე აქ დასახლდნენ იბერიელები. ძველი მე-6 საუკუნეში კი ბერძნები. მნიშვნელოვანი რეგიონი გახდა კატალონია და მთლიანად ესპანეთი პუნიკური ომების დროს. აქ იყო ჰანიბალ ბარკა, შემდეგ კი რომაელები. რომაელთა სახელმწიფოს დასუსტების და გაუქმების შემდეგ აქ მოვიდნენ გოთები. საუკუნეების განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა რეკონკისტა, არაბების წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა ესპანეთის თანამედროვე სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში კატალონიის ავტონომიური უფლებები თანდათან შემცირდა, რამაც ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. მე-20 საუკუნეში ფრანცისკო ფრანკოს დიქტატურის პერიოდში ბასკური და კატალონიური იდენტობის გამოხატვა მკაცრად იგრძელებოდა. ეს ეხებოდა კატალონიური ენის გამოყენებას, რეგიონალური კულტურის პოპულარიზაციასა და ასევე პოლიტიკურ აქტივობებს. ეს ყველაფერი მძიმე რეპრესიებით ისჯებოდა კატალონიაში. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში დემოკრატიული გარდაქმნები დაიწყო. ესპანეთის კონსტიტუციით 1978 წელს რეგიონებს კატალონიასა და ბასკეთს ავტონომიის უფლებები მიენიჭათ. რამაც დროებით შეამცირა სეპარატისტული ცნობები. უნდა აღინიშნოს, რომ ბასკეთში ამ პერიოდში 80-90-იან წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტერორისტული ორგანიზაცია ეთანი, რომლებმაც შეიარაღებული გზით სცადეს ბასკური დამოუკიდებლობის მოპოვება. კატალონიაში კი მთავარი ბრძოლის ფორმა ყოველთვის უფრო პოლიტიკური და სამოქალაქო იყო. მოდით ახლა ზუსტად დავიწყოთ, საიდან მოდის ამ ორი რეგიონის სეპარატისტული სურვილები. უფრო დიდი ყურადღება მივაქციოთ მაინც კატალონიას, რომელიც გაცილებით უფრო დიდი და საინტერესო რეგიონი არის. კატალონიის ისტორია ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონთან. კატალონია თავდაპირველად წარმოადგენდა მცირე საგრაფოებს, რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ. მე-12 საუკუნეში კატალონია გახდა არაგონის სამეფოს ნაწილი. ეს იყო პოლიტიკური და დინასტიური გაერთიანება, სადაც კატალონიას შენარჩუნებული ჰქონდა თავისი სამართლებრივი და ადმინისტრაციული თვისებურებები. მას გააჩნდა საკუთარი ინსტიტუტები, ეგრეთ წოდებული კორტესები, რაც ნიშნავს პარლამენტს და დამოუკიდებელი იურიდიული სისტემა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კატალონია იყო ეკონომიკურად ძლიერი რეგიონი, განსაკუთრებით ბარსელონა, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სავაჭრო ცენტრი ხმელთაშუა ზღვაზე. ბარსელონა არა მხოლოდ ეკონომიკის ცენტრი იყო, არამედ კულტურისა და პოლიტიკის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა. კატალონიამ დიდწილად შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა, ენა და ადათი არაგონის სამეფოს ფარგლებში. კატალონიური ენა, კატალანური, ჩამოყალიბდა როგორც ცალკე რომანული ენა და ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ლიტერატურაში, ასევე სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საქმიანობაში. კატალანური კულტურა და ენა იყო რეგიონალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე. დიდი ცვლილებები მოხდა მე-17 საუკუნეში, როცა იზაბელა კასტილიელისა და ფერნანდო არაგონელის ქორწინებით შეიქმნა ესპანეთის სახელმწიფო საფუძველი. მართალია თავდაპირველად ამ სამეფოებს კიდევ ჰქონდათ საკუთარი მმართველობის ფორმები, მაგრამ დროთა განმავლობაში ცენტრალიზაციის პროცესი გაგრძელდა. 1700 წელს, როდესაც გარდაიცვალა უკანასკნელი ჰაბსბურგი მეფე კარლოს მეორე, კატალონიელები და არაგონელები შიშობდნენ, რომ ბურბონები მოიყვანდნენ ძლიერ ცენტრალიზაციას და ჩამოართმევდნენ რეგიონალურ თავისუფლებას. სწორედ ამიტომ მათ აირჩიეს ავსტრიის სამეფო კარიდან ჰაბსბურგის კარლოსის მხარდაჭერა. საბოლოო გარდატეხა მოხდა 1714 წელს, ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომის დროს, როდესაც ბარსელონა დაეცა ბურბონთა ჯარების მიერ.
ფაქტობრივად კატალონიელებს ესპანეთთან გაერთიანება კი არ ეზარებოდათ, არამედ უნდათ რომ ეს გაერთიანება ყოფილიყო ფედერაციული მოდელის. ამ მოვლენამ კატალონიაში დატოვა ძლიერი ისტორიული ტკივილი, რომელიც დღემდე ახსოვთ. 1714 წელი ხშირად მოიხსენიება როგორც ეროვნული დამარცხების სიმბოლო. მე-19 საუკუნეში ინდუსტრიალიზაციის პერიოდში კატალონია კიდევ ერთხელ იქცა ესპანეთის ერთ-ერთ ეკონომიკურ ძრავად. რეგიონის ეკონომიკური წარმატება გამორჩეულად დიდი იყო სხვა ესპანურ რეგიონებთან შედარებით. ამან კიდევ უფრო გააღრმავა განცდა, რომ კატალონია განსხვავებული იყო დანარჩენი ესპანეთისგან და უფრო მეტ ავტონომიას იმსახურებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში მეორე ესპანეთის რესპუბლიკის პერიოდში კატალონიას მიენიჭა გარკვეული ავტონომია და შეიქმნა გენერალიტეტი. თუმცა ეს პროცესი შეწყდა ფრანცისკო ფრანკოს დიქტატურის დროს, როდესაც კატალონიური ენის საჯარო გამოყენება აიგრძალა და ავტონომია გაუქმდა. ეს პერიოდი იყო მძიმე კატალონიური იდენტობისთვის, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა განცდა, რომ ესპანური სახელმწიფო მათი სურვილების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ და ესპანეთის დემოკრატიზაციის პროცესში კატალონიას დაუბრუნდა ავტონომიის სტატუსი. კატალონიური ენა აღიარეს როგორც თანასწორი ესპანურთან და ასევე სხვა ენებთან ერთად შეიქმნა ძლიერი რეგიონალური ინსტიტუტები, ხელისუფლებაც, საკუთარი სასამართლოც, ასევე მედია, გაზეთები, უნივერსიტეტები, სკოლები და ასე შემდეგ. თუმცა მაინც ბევრი კატალონიელი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. კატალონიაში მაინც არსებობდა გრძნობა, რომ ისინი კულტურულად, ლინგვისტურად და ეკონომიკურად განსხვავდებოდნენ მთელი ესპანეთისაგან, ესპანეთის დანარჩენი ნაწილისგან. ბევრს მიეშდა, რომ კატალონია ეკონომიკურად უფრო განვითარებულია და გადაიხდის მეტ გადასახადს, ვიდრე მიიღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც, რა თქმა უნდა, უსამართლობაც არის. მთავარი мотиваცია დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების უკან იყო უკმაყოფილება იმით, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ დაუშვა მეტი ავტონომიის მინიჭება. 2010 წელს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის ავტონომიის გაფართოების შესახებ კანონპროექტის რამდენიმე პუნქტი, რამაც ბევრ კატალონიელს გაუშინა განცდა, რომ მათი პოლიტიკური თვითგამორკვევა ხელოვნურად იზღუდებოდა. 2017 წლის სექტემბერში კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც 1 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონი სწრაფად გააუქმა და რეფერენდუმი გამოაცხადა არაკონსტიტუციურად. მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კარლეს პუჩდემონი, გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება. 1 ოქტომბერს კატალონიის სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა საარჩევნო უბნები. ბევრი უბანი დაიკავეს მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რომლებიც ცდილობდნენ არ დაეშვათ პოლიციის ჩარევა. ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ გაგზავნა ეროვნული პოლიცია და სამოქალაქო გვარდია უბნების დასახურად. მოხდა შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციის ქმედებებმა გამოიწვია საერთაშორისო ყურადღება და კრიტიკა. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით იყო დაახლოებით 53% რეგისტრირებულ ამორჩეულთა რაოდენობასთან. მონაწილეთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას, თუმცა ეს პროცესი სერიოზულად გაართულმა დაბალმა აქტივობამ, რეფერენდუმის წინააღმდეგობამ და დარღვეული პროცესების ბრალდებებმა. 25 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. პარალელურად ესპანეთის სენატმა დაამტკიცა კონსტიტუციის 154 მუხლის ამოქმედება, რაც საშუალებას აძლევდა ცენტრალურ ხელისუფლებას პირდაპირ მართვა დაეწესებინა კატალონიაზე. რეგიონული მთავრობა დაითხოვეს. კატალონიის ლიდერები ან დააპატიმრეს, ან ემიგრაციაში წავიდნენ. კარლოს პუჩდემონი მალევე ბელგიაში გაიქცა, სადაც დღემდე იმყოფება. ესპანეთის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღწერა, ამბოხების და საჯარო სახსრების არასწორად გამოყენების ბრალდებით. დამოუკიდებლობის გამოცხადება პრაქტიკულად არ იქცა რეალურ დამოუკიდებლობად. არც ერთმა დიდმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და არც ერთმა სახელმწიფომ არ აღიარა კატალონიის დამოუკიდებლობა, მათ შორის საქართველოსაც. ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ზეწოლამ კი აიძულა კატალონიური დამოუკიდებლობის მოძრაობა გადასულიყო უფრო ფრთხილ სტრატეგიაზე. 2017 წლის მოვლენებმა კატალონიაში კიდევ უფრო გააღრმავა საზოგადოებრივი განხეთქილება. ზოგიერთი მოქალაქე მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენა უფრო სასარგებლოც იყო.
თვით ესპანეთის საზოგადოებაშიც კი იყო დაპირისპირება. ნაწილი მიიჩნევდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ზედმეტად მკაცრად მოიქცა, ნაწილი კი ამართლებდა პოლიციის ქმედებებს. დღემდე 2017 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგები ძლიერად მოქმედებს კატალონიის პოლიტიკაზე. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პარტიები კვლავ მნიშვნელოვანი ძალაა ამ რეგიონში. თუმცა საერთო სურათი დაყოფილია და სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ჯერ კიდევ რთული და ბუნდოვანი ჩანს. დღეს კატალონიაში კვლავ ძლიერია დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, თუმცა საზოგადოება გაყოფილია. ნაწილი მხარს უჭერს ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას ფართო ავტონომიით, ნაწილი კი დამოუკიდებლობას. კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ყოველთვის იყო ეკონომიკური არგუმენტები. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი ესპანეთში. მას აქვს ძლიერი ინდუსტრია, ტურიზმი, ტექნოლოგიური სექტორი და ვაჭრობა. კატალონია ქმნის ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20%-ს, რაც რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ბევრი კატალონიელი მიიჩნევს, რომ რეგიონი გადაეხდის მეტ გადასახადს, ვიდრე უბრუნდება ესპანეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან. სეპარატისტები ამბობენ, რომ დამოუკიდებელი კატალონია შეძლებდა გადასახადების უკეთ მართვას და ეკონომიკური რესურსების საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებას. ასევე ხშირად იმოწმებენ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა დაბალი უმუშევრობის დონი, ძლიერი ექსპორტი და უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლები, რაც მათი თქმით აჩვენებს, რომ კატალონია კონკურენტუნარიანი იქნებოდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუმცა არსებობენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში კატალონია სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს შეხვდება. შესაძლოა ევროკავშირის წევრობაც დაკარგოს, გაშდეს საბანკო და საინვესტიციო გარკვეულობები, რაც ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს. ზოგიერთი მსხვილი კომპანია 2017 წლის მოვლენების შემდეგ უკვე გადაიტანა თავიანთი სათავო ოფისები კატალონიის გარეთ. საბოლოო ჯამში ეკონომიკური არგუმენტები ორივე მხარეს არსებობს. სეპარატისტები ხაზს უსვამენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და უკეთეს მმართველობას. მათი ოპონენტები კი ხედავენ ეკონომიკის რისკებს, სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტისა და საერთაშორისო იზოლაციის საშიშროებებზე. კატალონიის ისტორია ასახავს რეგიონის მუდმივ ცდელობას საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური ავტონომიის დაცვისაკენ. საუკუნეების განმავლობაში კატალონიამ განიცადა ძლიერი პოლიტიკური ცვლილებები, მაგრამ ყოველთვის შეინარჩუნა საკუთარი ენა, კულტურა და თვითშეგნებაც. ისტორიული მოვლენები, როგორიცაა ბარსელონას დაცემა 1714 წელს, ფრანკოს დიქტატურა და 2017 წლის რეფერენდუმი კვლავ ახდენს გავლენას კატალონიის დღევანდელ მდგომარეობასა და საზოგადოებრივ განწყობებზე. დღეს კი კატალონია არის რეგიონი, რომელიც ეძებს ბალანსს დამოუკიდებლობის სურვილსა და დამოუკიდებლობას შორის და ესპანეთის სახელმწიფოებრივ ერთიანობის ფარგლებში ცხოვრებას შორის. მომავალში კატალონიის პოლიტიკური ცხოვრება დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, დიალოგზე, შიდა და საერთაშორისო კონტექსტის და ყველაზე მთავარი თავად კატალონიელი ხალხის ნებაზე. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მადლობთ მოსმენისთვის. გამოიწერით არხი.